მოგესალმებით. თქვენ უყურებთ 34 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. დაუბრუნდით 10 დღიანი პაუზა გქონდა გასაგები მიზეზების გამო, თუმცა დაუბრუნდით, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემებზე სასაუბროთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საინტერესო ვიკენდი გქონდა, პლუს ჩემპიონთა ლიგა იწყება და მივესალმები ბიჭებს პირველ რიგში, რეზისთან და ირაკლისთან ერთად ვარ კვლავ. სალამი, მოგესალმებით. როგორი კვირა გქონდათ? დამღლელი, გადატვირთული, ბევრი მუშაობა მომიწია. იმდენად ბევრი მუშაობა, რომ ვერ ვუყურე იმ თამაშს, რომელზეც ერთი სული გაქვს რომ დამკბინო. ოკეი. მეც არ მქონდა სიმართლე გითხრა კარგი შაბათ-კვირა. ეგ კი იყო კარგი, რაზეც უნდა დაკბინო, მაგრამ მანქანაზე დამარტყეს. დღეს თელი დღეა დავრბივარ მაგ საქმეებზე. ასე რომ ცუდად დაიწყო მოკლედ რა, უბრალოდ ცუდად დამთავრდა წინა კვირა. კარგი. მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. სურვილი სამეფი შეგიძლიათ გამოვყვეთ Facebook-ზე, TikTok-ზე. მანდაც ვდებთ ხოლმე ძალიან საინტერესო სიახლეებს უფრო Facebook-ზე, ამ ვიდეოებიდან ამოჭრილ Reels-ებს TikTok-ზე, მოკლედ მანდაც გამოვკვევით გირჩევთ. ისევ ვართ სახელოსნო ბარში და მადლობა მინდა უთხრა სახელოსნოს ადმინისტრაციას იმისთვის, რომ დაგვითმეს ეს სივრცე. სახელოსნოს ლინკი, Facebook-ს ლინკი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ რაღაც საინტერესო ივენთები არის დაგეგმილი, მათ შორის თბილისობის კვირეულში, სხვათა შორის თბილისობის ვიკენდზე. ლუი არ გავა. ლუის მინდა მადლობა უთხრა. ვინ არისო ეს ლუი რო იკითხონ, იქნება უთხრა. ლუი ვინ არის და აი იკახო ყოს ერთი მითიური პერსონაჟი, რომელიც გამოსაჩენია. ლუი სადღაც გამოვაჩიროთ, კაი კაცია ისეთ. მოურა. აკავრო. ხო. რომელმაც კარი გაგვიღო და შემოგვიშო და აჰა, გადაიგეთ. კი და ხო. შუქებსაც გვინთებს ხოლმე. კი ბატონო. მოკლედ ორი სიახლე გვაქვს. პირველი ეს არის Facebook ჯგუფი გავაკეთეთ ჩვენი community-ისთვის და მე ვფიქრობ Facebook-ზე კომუნიკაცია ზოგადად მნიშვნელოვანია და ბუნებრივია საფეხბურთო თემებზე ვსაუბრობთ იქაც და არა მხოლოდ საფეხბურთო თემებზე, ამიტომ აღწერაში დაგიტოვებთ Facebook ჯგუფის ლინკს და გირჩევთ რომ გაწევრიანდეთ. ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცაზე ვსაუბრობთ, რეზი განსაკუთრებით ბევრ საინტერესო რაღაცას გვაწვდის, hot topic-ები რაც არის, იმას აგდებს ხოლმე და მეორე, გსურს რომ ესეთი რაღაცა რუბრიკასავით დავამატოთ, კომუნიკაცია მაქსიმალური ჩვენს გამომწერებთან, თან გვერდის მხარდაჭერა თუ დაგჭირდებათ დონაციის სახით, დონატელოს ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ დაადონატოთ ნებისმიერი თანხა, თანხა სრულად მოხმარდება გვერდის განვითარებას და პლუს ამას შეგიძლიათ დაგუსვათ ამ დონაციის სანაცვლოდ ნებისმიერი შეკითხვა, რომელსაც განვიხილავთ, უფრო დეტალებში შევალთ, წავიკითხავთ, შეიძლება უბრალოდ თქვათ, რომ აი ირაკლის წვერი რა კარგად აქვს მაგალითად. გასაკეთებელი მაქვს არა და ცოტა როგორც საქართველოს ნაკრების ექს მთავარი მწვრთნელი იყო და მოჯაჰედის მსგავსები. ოკეი, მოკლედ Facebook ჯგუფის ლინკი აღწერაშია, დონაციის ლინკი აღწერაშია და გირჩევთ, რომ უფრო ახლო კომუნიკაცია გქონდეთ ჩვენთან, თან დაეხმაროთ ჩვენს არხს განვითარებისთვის. გადავიდეთ საინტერესო თემებზე, პრინციპში. დაძაბული ვიკენდი გქონდა. იყო რამდენიმე საინტერესო მატჩი და მოდი დავიწყოთ მანჩესტერული დერბით. იმიტომ რომ მანჩესტერული დერბი ისეთი თემა, რომ ბევრს უყვარს, თან ბოლო წლებში City ისეთი გუნდია, რომ და თან United ისეთი გუნდია, რომ ამათი ჯახის საინტერესო საყურებელია ხოლმე. რეზის მინდა რომ გადავცე სიტყვა. ანუ 13 მორჩა, მაგრამ ისეთი შტაბეჭდილება დატოვა. ჩემზე City ვერ დატოვა დამაჯერებელი შტაბეჭდილება. ნუ United-მა საერთოდ United-ს მე მგონი უკვე მოვიდა დრო, რომ აი ლუიამ ვარჯიშებს ხოლმე ბავშვებს და აი საბაზისო ისინი უნდა აითვისოს ზოგიერთმა ფეხბურთელმა უკვე რაღაც. მეორე გოლზე რაც ლენიორომ გააკეთა, მე მგონი ბავშვი მაგას არ იზამდა. ანუ ბავშვს ასწავლიან, მე მგონი ფეხბურთში რო შედის, რომ ცენტრალურ მცველად როცა თამაშობ, არ აქვს მნიშვნელოვანია. ცენტრალური ხარ თუ გარე ცენტრალურ დერეფანში ფეხბურთელი არ უნდა შეუშვა, რომ ეს არის ყველაზე სახიფათო ზონა, საიდანაც არის ყველაზე სახიფათოდ გირტყამენ, ეტების ვერტიკალიზაცია, რაღაც გადამწყვეტება, ცენტრში არ უნდა შეუშვა ფეხბურთელი. ანუ ეპიზოდის დასაწყისში სკრინზე ნახავთ, რომ იორო დგას ცენტრისკენ და დოკუ გვერდით და მე ეს დოკუ გადმოვა წინ დაუდგება და შევა ცენტრში და ანუ ჩაბელონს რომ მივიდა ლევერკუზენში, მაშინ ბევრმა ეს რაღაც იმად აიღო, შეურაცხყოფილად არ მიუღიათ, მე მგონი თვითონ ფეხბურთელებს, მაგრამ რაღაც ერთი პერიოდი მე მიიყო, რომ საბაზისო იმას ავარჯიშებდა 11 წლამდელებს, რასაც ავარჯიშებდნენ, რომ რაღაც 101 შეხებით როგორ უნდა გაკეთდეს და
მე მგონი ეგეთ რაღაცები აქვს გასავლელი უკვე ზოგიერთი. ბრუნო ფერნანდეშმა პირველი გოლის დროს გააკრიტიკა ძალიან ლუკ შოუმა თამაშის შემდგომ, რომ აიო არ ამოვიდა აგრესიულად დოკუზე სათამაშოდ, რეალურად იქ შოუ ვერც წამოვიდა, იმიტომ რომ უკვე ედგა ფეხბურთელი და ვერ მიატოვებდა იმას. თვითონ ბრუნომ რა გააკეთა, ანუ თვალი არ მოუშორებია ბურთისთვის, მთელი ეპიზოდი ბურთსა ესე ეჯითად უყურა, ოღონდ ფოდენის უნდა იყურებინება, იქ იყო მაგის საქმე და ფოდენი მანდ რო შეირბინა და გაიტანა გოლი და მე ბოლოს ალბათ კარებში დაინახა ბოლოს ბურთი იწყვა, არაფერი არ უნახავს, ანუ რაღაც ელემენტარულ რაღაცებს, ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ უბურთო თამაშის ქვეშ. ბრუნოს პოზიცია საერთოდ აშკარად ჩანს, რომ ამ გუნდში ვერ ბრუნო აშკარად ყველაზე კარგი ფეხბურთელია, ანუ საუკეთესო მოთამაშეა. უბრალოდ ესეთი დილემა აქვს, რომ დგას საყრდენად 3-4-3 სქემაში არის ორი საყრდენიდან ერთ-ერთი. უბურთოდ უჭირს თამაში, კონცენტრაციას კარგავს, იმიტომ რომ შემტევი მენტალობის ფეხბურთელია ფოდენის გოლი, მანამდე იყო ფულემთან სმით როუზ გოლი ზუსტად იგივე იყო, იქაც გაეპარა ზურგსუკნიდან. მაგრამ თუ წინ გადაწევენ და ეგრე მოხდა გუშინ სიტისთან თამაშის დროს უკვე ბურთს ვეღარ ათამაშებს იუნაიტედი ქვემოდან და იქ კარგავდნენ ბურთს და კონჩეტებებზე მორბოდა სიტი. ამიტომ ამორიმი იძახის რომ აღარ შეცვლის ამ სქემას, ჯიუტად გააგრძელებს ამით თამაშს, უკვე ჩანს რომ ამორიმის დღეები ალბათ დათვლას იწყებს. ანუ აქ თავარი პრობლემა გარდა იმისა რომ რაღაც საშინელი შედეგები არის ის რომ ფსიქოლოგიურად ეთქვა ამორიმი ვერ უძლებს ამ ისტერიას რაც იუნაიტედის ირგვლივ, ჩემს ორი კადრი იყო ამ თამაშიდან არა წინა თამაშებიდან, ერთი გრიმსბისთან რო არის რო წვიმს და რაღაცა ანუ ეგ არის რაღაც ალბათ დახატოს ვინმე მხატვარმა რომ აი რაღაც ინგრევა სამყარო და ეს აქ რაღაცას რაციონალურად ცდილობს რომ ახსნას და მაგმემეს პიკი როდის ვნახე იცი წეღან ტაქსით რომ მოვდიოდი ამორიმა საკუთარი საქმე იპოვაო და ლობიოს არჩევდა ხო ანუ რაღაც ისეთი ის იყო რომ აი თან მაგარი წვიმა რაღაცა ყველაფერი ჩამოინგრა ვიღაც მეოთხე ლიგელ და ეს შეურაც ყოფილა არ მინდა გამომივიდეს და ლოთ ხალხთან აგიმე რაღაც თამაშს ლოთი საერთოდ არა და ანუ ეს რაღაცას იქ მოძრავებს რომ რაღაც გაგება უნდა და მეორე ყვა ბარნლისთან ბოლოს პენალტს რო უთქონდა ბრუნო რომ გადაეყუდა სკამზე მე მგონი იქ ვფიქრობდა რომ იქნებ ჯობს ააცილოს და ავიდეო რა დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი მანჩესტერ იუნაიტედის მდგომარეობა ყველაზე კარგად რაში ჩანს იცირეზი აი გუნდი რო ლიდერს ასვენებს და მეტოქეს გოლი გააქვს მაგალითად აი მესი რო ისვენებდა მაგალითად ბარსელონაში და მე რო გასახურებლად წავიდოდა და კამერები მხოლოდ მასზე იყო აქ როგორ ხდება იცი გუშინ 3-0-ზე კი არა და 2-0-ზე მაგუაერზე რო გადავიდა კადრი აი მაგუაერზე კადრი როგორ გადავიდა იცი თითქოს მხსნელი შემოდის და მხსნელი აქ არის რომ რაც შეიძლება მეტი ჩაწოდება წავიდეს საჯარო მოედანზე რომ აი ამან თავით რაღაცა გმირობები ჩაიდინოს ანუ მე ვფიქრობ რომ ეგ არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რაც ახლა მანჩესტერში ხდება და ეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობა უახლოეს ტურებში წაიყვანს ყველაფერს იქითკენ რომ ჩემი აზრით სადღაც რომელიღაც თამაშის ვერ მოგების შემდეგ ან წაგების შემდეგ ამორიმს გაუშვებენ თუ რაღაცა თავი არ მოიკლა და სუიციდით არ დაამთავრა იმიტომ რომ ისეთი სახეებით ზის ხოლმე სადაც არის გოთოს კამზე რომ ეცოდება ვერ უძლებს ხო ანუ ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს აშკარად და თან ცოტა იმიტომ რომ ამორიმ ძალიან კარგი მწვრთნელია და დარწმუნებული რომ ბევრად უფრო რაღაც ჯანსაღ გარემოში თავის უნარებს გამოავლენს და გამოუვლენია ხო სპორტინგში და ყველგანაც გამოავლენს მაგრამ ნუ აქ არ ვიცი რაღაც კატასტროფა ხდება სიტის რაც შეეხება კი იყო 3-0 მაგრამ სიტის აქვს ერთი მთავარი პრობლემა ანუ რასთან ასოცირდებოდა ხო გვარდიოლა სიტი ეს იყო რაღაც ტოტალური დომინაცია და ტოტალური კონტროლი თამაშის როცა აი field tilt რაც არის მოედნის დახრილობა სიტის კონდა რაღაც 50% მოწინააღმდეგის მესამეში ან 45% ანუ იქ იყო თამაში. ხო არც ერთ თამაში ეგრე არ ყოფილა. თითქოს არის რომ ეს რაღაც ახალი სიტია და რაც იცვლება მაგრამ ნუ პრესინგის სისტემა აქვს 4-3-3 რაც პეპ ლინდერსმა მოიტანა რასაც იურგენ კლოპის ლივერპული რასაც აკეთებდა ცენტრს რასაც კეტავდნენ მაგრამ სიტის ფეხბურთელებს არ აქვს ის ფიზიკური მონაცემები რაც ჰქონდათ ლივერპულის ფეხბურთელებს ანუ თქვა ბერნარდო სილვა იმდენს ვერ დარბის ამასაც ჯორჯინიო ვეინალდუმი დარბოდა. იმას ანიშნავს რომ ბერნარდოს უფრო ცუდი ფეხბურთელია. სხვა რამეში ახლოსაც ვერ მივიდოდა ვეინალდუმ ბურთით თამაში მაგალითად. მაგრამ აი პრესინგის მოდელში და არის გუშინაც აი იყო ეპიზოდები, როდესაც მაგალითად თუ სწრაფად გადაიტანდა იუნაიტედი ფლანგზე, დაცვარჩებოდა მარტო 4 კაცი და ვერ ასწრებს ნახევარმცველი რომ მიირბინოს დასახმარებლად ან თქვა ფლანგზე ტოვებდნენ თავისუფალ ფეხბურთელს. ან იყო ეპიზოდი, როცა 4 მცველი რჩება და 5 იუნაიტედის ფეხბურთელი უტევს. ამდენჯერმე იყო ეგეთი მომენტი იქ უბრალოდ იუნაიტედი საშინლად ავითარებდა მე ამ ბოლო პასი არ გამოდიოდა თან რაღაც იდიოტურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ეგ მათი პრობლემაა მაგრამ სიტის ახლა უწევს ნაპოლისთან თამაში და მე უწევს არსენალთან და აი უკვე ეს პრობლემები ესე
სერიოზულად გამოჩნდება. ანუ ისეთი კატასტროფაც არ ხდება City-ს თავს როგორც იყო თქვა წაგებული თამაშების ხრი, იმიტომ რომ XG-ს თუ ავიღებთ ეს 3 შედეგის თამაში იყო რა, ანუ შეიძლება Brighton-თანაც მოიგო და ვისთან წააგეს კიდე Tottenham-თან შეიძლება იქავიდან ამათ უფრო კონდათ მომენტები ანგარიშო გასულიყვნენ წინ სხვა თამაში იქნებოდა, მაგრამ ნუ აი ეს პრესინგის მოდელი ჯერ ასათვისებელი აქვს აშკარად. ნუ კარგი რაღაცები არის ის, რომ ჰოლანდი ძალიან ბევრ მომენტს იღებს. ჰოლანდამდე ბურთი მიაქვს მოკლედ და ნუ ჰოლანდი რომ ბევრ მომენტს იღებს, შესაბამისად ბევრი გოლი გააქვს და გაიტანა უკვე ბევრი. და პლუს ნუ რეინდერსი კარგია, გუშინ ისეთი კარგი არის, ყოველ წინა თამაშებში კარგი იყო. დონარუმასგან მივიღეთ ის, რასაც ველოდით, ანუ ფეხით დონარუმა და პანიკაში იყო, როცა პასის გაკეთებოდა და ბოლოს არის გვარდიოლს გადააბარეს და გვარდიოლს ამოქონდა. მაგრამ ნუ როცა სეივი იყო გასაკეთებელი, გაფრინდა და ნუ ისე გაფრინდა, როგორც ალბათ სხვა მეკარე ვერ გაფრინდება თანამედროვე ფეხბურთში, ანუ ისეთ სეივი გააკეთა. ხო, თამაშის მერე კითხვაც მქონდა, რომ XG ისეთი მშვენიერი ქონდა Manchester United-ს, რომ გოლი ხო არ ეკუთვნოდა თქო, მაგრამ დონარუმას ძალიან კაი დებიუტი გამოუვიდა. ეს XG რეალურად აგროვეს 3-0-ის შემდეგ. ხო, მესამე გოლამდე ქონდა 2 დარტყმა სულ United-ს, ანუ ვერაფერი ვერ ქნეს. და ნუ მანდ იყო ეს ბიუმოს დარტყმა, რომელიც დონარუმა მაიღო. და იყო კიდე ნუ დონარუმას პრობლემა რაც არის, ნუ აქაც ბევრჯერ გვიხსენებია გამოსვლებზე თამაში და სავარაუდოდ ეს გამოიცდება პრემიერ ლიგაში, როცა აი აუტებსაც საჯარიმოში აგდებენ კუთხურებს და იქ მეკარეს რო ხელს უშლენ, გუშინაც ცდილობდა United-ი, მაგრამ გუშინ კარგად გაართვა დონარუმამ თავი. აი ერთ რაღაცას დავამატებ მარტო ამ თამაშზე, აი ბრუნოს კომენტარი არ მქონდა წაკითხული და არააგრესიულად ამოდის კი არა, დებილურად ამოდის. ანუ ერთ-ერთზე შეხვდა და ხო, ერთ-ერთზე დოკუს ხვდება, ნუ ხვდება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, იმიტომ რომ სადღაც უბნის ფრაზა რომ მაწონზე გაუშვა, აი ზუსტად ეგ უქნა და არა როგორ მიდის, ანუ корпуსი როგორ უყენია და რომელ მხარეს უშვებს დოკუს, ეგ არის, რა ვიცი, ალბათ მე მგონი რომ 11 წლის ბავშვი რო უშვებს, 11 არის პატარა, 13 წლის ბავშვი რო უშვებს მაგას უნდა პანიკაში ჩავარდე და ამ ხელა გამოცდილების ცველი, ანუ სწრაფ მოთამაშეზეაც ნუ დისტანცია სწორად ვერ გათვალა, ოკეი, იმ ხელა სისწრაფეზე ხდება, მან მოქმედება, რომ შეიძლება რომ რაღაცა დისტანციაში სანტიმეტრებში შეცდე და მაგ სანტიმეტრებმა დაგუყოს. კორპუსს აითვლას, ანუ ცენტრში უშვებს. ხო. ანუ როგორ თან პლუს იცი რას ვერ ხვდები რაღაც მომენტში ცენტრალური მცველი მაგას აი რაღაც მომენტში გაამართლებ რა ძალიან რო გინდა ცენტრალურ მცველს რო გამოწოვ თითიდან გასამართლებას. ლუქშო იდეაში არის მარცხენა მცველი. ძალიან ბევრი წელი აქვს მარცხენა მცველად ნათამაშები და იქ ვის უშვებდა ხოლმე ცენტრში, აი აქ რო გადაწყვიტა რომ ცენტრალურ მცველად რო გადავიდა, მოდი კარგი იდეა რომ დოკუ სწრაფი გაუშვათ ცენტრისკენ. ანუ ეგ არის რავი, აი ეგ შეცდომა ცხადყოფს იმას, ეს თქვა ცხადყოფს იმას რომ მანჩესტერში აი მართლა რაღაცა პატარა ბავშვებს რასაც ავარჯიშებ ერთ-ერთზე თან მცირე რიცხვებს რო ავარჯიშებ და ერთი შეხებით პასი და ბურთა აი რაღაცა მართლა ეგ უნდა ასწავლონ თუ რა ხდება. ხო არა, ჯოჯოხეთი ტრიალებს. მაგრამ მეორე მომენტია რომ ონანას დასცინო და სრულიად სამყარო და რეები აკეთა იქ თურქეთში. ონანას მე მგონი რაღაც ონანასაც ფსიქოლოგიური ის ქონდა პრობლემები. ანუ ონანა ცუდი მეკარე არა, კარგი მეკარეა. ანუ მართლა კარგი მეკარეა უბრალოდ. აი პირველი ისეთი ფეილი რაც მოვიდა გაალთასარაისთან რომ გაუშვა გოლი და რომ მოითხოვა რომ პრეს კონფერენციაზე გამომიყვანეთ რომ ხა ბოდიში მოვიხადო და რაღაცა აი ხა ედერსონი რომ წავიდა გვარდიოლამ თქვა რომ ესეთი ტიპი იყო რა ფეხებზე კიდევ შეცდომას თუ დაუშვებდა ჩაოლებრად აგრძელებდა ბრაზილიელი იყო ამას არ შეეძლო ეს რომ აი მათქმევინეთ ხა რომ ბოდიში უთხრა ფანებს და რაღაც ეგეთები და აი ხა რომ მოეხსნა ეს რაღაც ლოდი Manchester United-ის ცუდი თამაშის მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არის, ეგ ძალიან კარგად ჩანს, როდესაც Maguire-ს მიკროფონს მიაჩეჩებენ და რაღაცა სიტყვის თქმა უწევს. პირველი ტიპი საუბარს იწყებს იმით, რომ აი მე გადავლახებ ფსიქოლოგიური პრობლემები და მთელი მსოფლიო რო დასცინო და ეხლა ნუ უკეთ თამაშობს. ეხლა ბოლო პერიოდში მიწყნარდა ყოველ შემთხვევაში Maguire-ზე ეგეთი ბულინგი, ხო? და პირიქით უკვე. იმიტომ რომ ცნელია. თან ეხლა უფრო სხვა ისინი ყავთ 85 მილიონად აყიდი შეშკო
იქეთ ალბათ ბუემოს კრიტიკა დაიწყება. შეშკოს 4 თამაში 0 გოლი აქვს. თუ 5-ში მაგუაიერზე, ბოდიში ერთი კომენტარი იყო, რომ მაგუაიერი მანჩესტერ იუნაიტედის არისო ის მაცივარი, სადაც ყოველთვის არისო ნაყენი, რომ ცოტა ხნით გადაავადონო დეპრესია. ხო, ეგრეა. ისე მანჩესტერ იუნაიტედმა თუ გადაწყვიტა რომ მწვრთნელი გაუშვას, ერთი ვარიანტი უეჭველი ჟოზე მაურინიოზე დაიწერება და კომენტარებში დაგვიწერეთ მანჩესტერის ფანებმა თუ გინდათ ჟოზე. მე სხვა გუნდში მინდა ჟოზე. ეგ ვიცი და მეორე ვარიანტი ვინ არის, იცი? ნუნო ეშპირიტუ სანტო. იმ კაცმა ნოტინგემი გადაარჩინა გავარდნას და მანჩესტერიც დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ მე ნოტინგემი გადაარჩინა კი არ ლიგაზე გაიყო. ზუსტად. თან მანამდე ვულზი ყავდა ძალიან მშვენიერი. ვერ გაიყო. ხო, ცოტა დააკდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მანჩესტერზე უკეთესი სეზონი რო ქონდა, ამაზე შევთანხმდეთ, ხო? კი. ან იქნება ვინმე ისეთები რა, ტრადიციული ხსნა შონ დაიჩი, ემელერ დაისი, ესენ თავისუფალი ვიცი და გადაარჩინა და ხო, დონარუმაზე კიდე ფოტოები დაიდო ხო, ვარჯიშებიდან და რაღაც და მელოდება დონარუმა და მალე შეუერთდება ებ გვარდიოლას და სხვა მელოდ გენიოსებს. ხო. ან მეორე ვარიანტია თუ ებ გვარდიოლას, არა? ჩვენთან დაწყვეტს კომენტარებში კი გვიწერენ. სხვათა შორის ისეთი კარგი სეზონი კი არა, დებიუტი ქონდა დონარუმას, რომ ჰალანდმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ MVP მატჩის MVP დონარუმას უნდა მივცეო, ისე მომეწონა მისი თამაში. გადავიდეთ, ეხლა სახლიდან რომ მოვდიოდე, ამას უეჭველი შემოვიხევდი და შეგნით იუვენტუსმა ისე რომ ეცმეოდა, მაგრამ ვაი რომ არ მოვდივარ სახლიდან. თუმცა ძალიან მაგარი თამაში იყო და ბოლო პერიოდში ეს იუვენტუსი ინტერი ისეთი კაი თამაშები გამოდის ხოლმე, აი რეზის პოსტი იყო სხვათა შორის ჩვენ ჯგუფში, რომელშიც უნდა დაგვემატოთ, რომ ეს იყო პასუხი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ბოლო პერიოდში თანამედროვე ფეხბურთი არ უყვარს. ყველაფერი ვიხილეთ, თრილერი ვიხილეთ, ეგრეთ წოდებული 4-3 მოიგო იუვენტუსმა, ვინც ვერ ნახეთ და ეს თუ ვერ ნახეთ, მაშინ ჩვენ რატო გვიყურებთ? მოკლედ უტოპეს თამაში იყო, მართლა ძალიან ვისიამოვნე, როგორც გულშემატკივარმა პირველ რიგში და ნეიტრალურ გულშემატკივარსაც ძალიან მოეწონებოდა, მაგრამ ჯერ ბიჭებს ვათქმევინებ ისეთ თქმაც სურთ და მე განსაკუთრებით ინტერის იმაზე მინდა რომ ვისაუბრო, როგორ შეიცვალა ინტერი შარშანდელიდან და შარშანწინდელიდან, ან როცა ინძაგი ყავდა და დღეს რა ხდება რეალურად ნერიაძურის შემადგენლობაში და გუნდში. მარტივად ავხსნი მაგას, მოდი ცოტა დრამატურგიულად რომ მიყვეთ, შენ დაიწყე. და მე ხო, ისიც თქმაც მინდა, ძალიან ისეთი არანორმალური გოლები გავიდა, ერთმანეთს გავდა ეგ გოლები რა. იყო დაგდებული ბურთი საჯარიმოში და შემდეგ გატანა, კელიმ რო გაიტანა და მე ჩალხანოღლსაც დაუგდეს. ჩალხანოღლმა და ილდიზმა გაიტანა შორიდან. ტურამებმა გაიტანა სტანდარტების შემდეგ თითქმის ერთნაირი გოლები. იუვენტუს კონდა ეგეთი რაღაც, ანუ ლახოვიჩი იყო სულ წინ და ილდიზი ლახოვიჩთან ერთხაზე არ თამაშობდა, ყოველთვის სიღრმეში მოდიოდა, ანუ ზურგს უკან არ იხსნებოდა და აი სიღრმეში ჩამოვიდა, იქ მიიღო ბურთი, რომლის მერეც გაიტანა გოლი. უბრალოდ ინტერი კარგად მანიპულირებდა აი დაცვაში ილდიზის პოზიციით. ჩალხანოღლს სულ სიღრმე დაინწყებდა ბილდაპს, ანუ ცენტრალურ მცველებთან ჩადიოდა და მერე გვიან უერთდებოდა შეტევას. და როცა იუვენტუს ინტერი სულ ცდილობდა რომ ფლანგებზე ქონოდა რიცხობრივი უპირატესობა 2-1-ზე და ეს ილდიზი, რომელსაც იდეაში უნდა ითამაშა ჩალხანოღლსთან ფლანგისკენ მირბოდა სულ და ამიტომ იყო რომ ჩალხანოღლს საჯარიმოს მისაღებდა რომ ჩამოირბენდა ბოლოს თავის ხარ რჩებოდა და ამას მოყვა მისი შორეული გოლები, ბოლოს აჯიჩმა ხო საიდან თან მანამდე ტუდორი ანიშნებდა რომ ფლანგზე გააკეთეო პასი არ დაუჯერა და იქ სომერის შეცდომებზე შეიძლება ხო საუბარი სულ ისე რომ იყო სასაუბროა ანუ კი მეორე ტაიმის პირველ ნახევარსაათში ინტერი ჯობდა. ბევრად და აი მანდ 3-2 წაიყვანეს და ეს იყო რაღაც მონაკვეთი, რომელშიც ინტერს უნდა დაემთავრებინა ეგ თამაში, მაგრამ შარშან ვერ დაამთავრა ეგრეთ უგას 4-2-ზე ძალიან ბევრი მომენტი ქონდა. და ეხლა უფრო ცუდად დაუხამდა. აი მაგ გადმოვარდნილ ბურთებს ერეზი რასაც ამბობს, სკრინებს ამოვანათებთ. უჩვეულოდ ბევრი ფეხბურთელი იცავდა თავს იუვენტუსის საჯარიმოში. საჯარიმოში დგებოდა. ანუ ლოკატელიც და ტურამიც და კოპაინერსიც სკრინებზე ჩანს, რომ დგანა საჯარიმოში და ინტერი მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდია გადმოვარდნილ ბურთებზე რა. ჯერ მეორე წუთზე ბარელას დარტყმული თუ გახსოვთ, სანტიმეტრებით ააცილა კარს და იმის შემდეგ რომ ხა ჰაკან ჩალხანოღლუს მისცე შესაძლებლობა იმისა, რომ შორიდან დაგირტყას, თან ეს შორიდან დარტყმა არ არის რაღაცა 35 და 40 მეტრიან დარტყმა, ეს არის საჯარიმოს მისადგომიდან და კი ნახეთ როგორი დარტყმები შეასრულა. ეგ ძალიან გამიკვირდა. ეგეთი შეცდომა დავარქვათ მაინც საყრდენ ზონაში მოთამაშე ფეხბურთელების ძალიან იშვიათია. მესმის ახლა ერთი საყრდენი იდგეს და ორი ცენტრალური ნახევარმცველი და საყრდენ ნახევარმცველი შევიდეს საჯარიმოში, მაგრამ იუვენტუს იდეაში თამაშობს ორი საყრდენით, რომელსაც უფრო ალბათ ცენტრალური ნახევარმცველი ქვია, ტურამი და ლოკატელი. ორივე იდგა საჯარიმოში, ხედავთ და
გარდა იმ ორი გოლისა, რომელიც ჩალხანოღლმა გაიტანა, კიდე ქონდა, ანუ მთელი თამაშის განმავლობაში ჩალხანოღლუ ურტყამდა შორიდან. ერთი ააცილა, ერთი დი გრეგორიომ აუღო და ფაქტობრივად ინტერის თამაში იყო აგებული ამაზე, რომ გადმოვარდნილ ბურთზე მიუშვათ და ურტყათ მაქსიმალურად. რაღაცის თქმა გინდოდა იქა რა შეიცვალა ინტერში. ინტერში რა შეიცვალა და შეიცვალა მწვრთნელი. და ჩემი აზრით ცუდად შეიცვალა. რატო ვიტყვი? ინტერს არ ყავს, იცი როგორი მოთამაშე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მრავალპროფილური ნახევარდაცვა ყავს და ძალიან კარგი ტრიოა, არ არის ტრეკვარტისტა, არ არის კლასიკური 10 ნომერი, რაც ვიცით რა, რომ თავდამსხმელების უკან დადგეს და რაღაც ვერავინ რო ვერ დაინახავს, ისეთი პასი დაინახოს, ბოლო მესამეში რო გაჭრას დაცვის ხაზზე, ეგეთი პლეიმეიკერი არ ყავს. შარშან ეგ პლეიმეიკერი იყო ძალიან უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ინძაგი. ანუ ინძაგის იდეები და ინძაგის აზროვნება იყო ინტერის მთავარი შემოქმედებითი ძალა. წელს მე პირადად კიუში ვერ ვხედავ მაგ ადამიანს, რომელიც იქნება პლეიმეიკერი აუტის ხაზს იქიდან და ძალიან უჭირს მე რასაც ვხედავ რაღაცის მოფიქრება შეტევაში. ანუ ერთი რაც არის რაც ამ თამაში იყო ეგ რომ უკან დავტოვოთ ცოტა ჩალხანოღლუ და იქიდან დავარყავთ, თორე უდინეზესთან გამოჩნდა ძალიან კარგად, რომ უდინეზე ჩაჯდა დაცვაში და არანაირი ვარიანტი არ არსებობდა. არანაირი ვარიანტი როგორ შეიძლება და შეეღწეათ საჯარიმოში. მე გეტყვიკა რა ვარიანტი გაახსენდა ინძაგის კი არა და კიუს, როდესაც ინტერს ჰქონდა გოლი გასატანი და მანამ სანამ გაიტანდა ჩალხანოღლუ მეორე გოლს. სკრინებზეც ჩანს, სკრინებსაც ამოვანათებ. როდესაც ინტერს უჭირდა გოლის გატანა, ეს მეორე ტაიმის დასაწყისში იუვენტუსი ისე ჩაჯდა, რომ მან უეჭველი უნდა იყო, რომ ინტერს უნდა გაეტანა. უბრალოდ ალბათ გამოუცდელობას ვაბრალებ მე ტურამისას, რომ ეგრე ტურამის კი ტუდორისას ეგრე ჩაუჯდა ინტერს, თან ახლა 2-1-ია, 5-1 ხო არ იგებ, რომ მოდი ჩავჯდეთ დაცვაში და всё. მან რა გააკეთა იცი ინტერმა? ბასტონი და აჩერბი მარცხენა ფლანგიდან სულ აწვდიდნენ იქეთ დუმფრისზე. რაც შარშანდელ და შაშანწინდელ სეზონებში მუშაობდა ლიწინით, ასე ვთქვათ. მაკედან გავიდა ზუსტად გოლი, ჩააწოდა ბასტონიმ თუ არ ვცდები და დუმფრის ტურამმა მოიგო თავზე ბრძოლა და გადმოვარდა ჩალხანოღლუმ გაიტანა და იგივე იყო კიდე ერთი მომენტი, როდესაც ისევ ჩააწოდა ბასტონიმ, მოიგო ტურამმა, დაუგდო დუმფრის და რომელიღაცამ იუვენტუსის ბრძოლმა დარტყმული დაბლოკა გადავიდა კუთხურს. ეგ იყო ძველი იარაღი რო კარგად მუშაობს, ხო იცი? ეგ არის, ანუ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი წლის მერე ინტერმა კარგად დახარჯა ტრანსფერებში და მოიყვანა მოთამაშეები, ჯერჯერობით ინტერი არის სიმონე ინძაგის ინერცია და ბოლო რაღაცა ტელეფონი რო გიჯდება და 7%-ზე რო არა, ეგ მაგ 7%-ს წურავს ბოლომდე კი შემადგენლობას წარწვის. იმის მიუხედავად, რომ მე ძალიან მომწონს სუჩჩი, ვერ შემოვიდა კარგად იუვენტუსთან, მაგრამ რაღაცნაირად როგორც ინტერის გულშემატკივარს ძალიან მეიმედება მაგ მოთამაშეს, რაღაცნაირი პასი აქვს რა, ბურთი რომ მიდის, გგონია რომ ახლა ჩაჭრის და ვერავინ ვერ ჭრის, მიდის ადრესატამდე. ძალიან დახვეწილი პასი აქვს და კარგად ჭრის ხაზებს და ზომერს რაც შეეხება, ეგეც პირველი კლასის მასალა, მესამე კლასი. სხვათა შორის ეხა დაიწერა, ეხა ვკითხულობდი, რომ ზომერს სადარიგოთა სკამზე გადასვამს კიუ შემდეგი ტურიდან. ოპს. მარტინესის კარგი ბიჭია. ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან მაგრად თამაშობს ფეხი და სასწაული რეაქცია აქვს. უბრალოდ ცოტა გამოუცდელია სერია ასთვის. თორე ხმის გათიშოდა მოვიწყდა. თორე ეგ ვერსია არის, იმიტომ რომ ორი ბურთი გაუშვა ისეთი, რომ ერთი ეგრევე მოგწერა. ეს არის, ხელი ვერ გაამაგრა. ანუ ეგ არის მართლა პირველი კლასის მასალა მეკარისთვის. დაწყების დროს ასწავლი მაგას. თან აზიჩის დარტყმას ლატყუმბარას არ გავდა. ბიჭო, რაც არ უნდა, ანუ იმისიც რა ქვია, პირველი ილდისის გოლიც ისეთი ყუმბარა არისო რა, ანუ
მაქსი შორიდან და სადღაც კარგავს რა სიჩქარეს და უკვე დაღმოვალი სიჩქარეა და მეკარე მან თან წდება აბარა ორივე ბურთს და უბრალოდ ვერ ამაგრებს ხელს და აი ეს ხდება რა ძალიან გააკრიტიკეს სომერი ძალიან გააკრიტიკეს ლაუტაროც გააკრიტიკეს მაგრამ სომერი მეც ვაკრიტიკე კარგად ჩაჩეღო და ქარითქმის ლაუტარო იმდენი იფრინა რომ ეგ იყო მთავარი მიზეზი რატომაც პრინციპში გაიყვანეს და ერთი მინდა ვთქვა ხითარიანმა ითამაშა 90 წუთი ნუ 15 წუთი თუ რაც დაამატა და საერთოდ არ შემოიყვანა ფრატესი და აი რას ერჩიან ამ ფრატესის თუ არ ჭირდება მესმის მაგრამ ეგეთი ჯოკერი ფეხბურთელი ხა განაცხადში თუ შეყავს ბოლომდე ვერ არის მოშუშებული ეგ გამიკვირდა მეც ინტერის ფანი ძმაკაცი რომ მყავს ერთი იმასთან რომ მქონდა კომუნიკაცია თამაშის მერე ეგრევე ეგ მითხრა რომ აი ამ ფრატესის ხო ნუ შეჭამესო რა არა თამაშებენ თან არ უშვებენ ნუ რაღაცა უნდა უქნან იმიტომ ეს ტიპი არის ჯოკერი შარშანაც დაამტკიცა კარგი აი ჟელინსკი რატო შევიტანეთ არ ვიცი რაღაცა მომწონს, მაგრამ აი რაღაც აკლია რა, ანუ კარგად ტრიალებს, წამოღება შეუძლია ბურთის დრიბლინგით, პასიც ახლა თქვა ცუდი არა აქვს, პრესინგ რო პრესავენ, კარგად იჩერებს, ბურთს შეუძლია ბურთის შენარჩუნება, მაგრამ აი ნუ ყარა ძალიან ეხმარებოდა თავისი მოძრაობით, სიძებს თავისი კი და აქაც ანუ ძალიან კარგი მოძრაობა უბრალოდ ანუ შეცდომა ხო ყველას მოსდის, დებილი შეცდომაც ხო ყველას მოსდის. ამას ძალიან ცუდ ადგილებში მოსდის, ეს დებილი შეცდომა რა. შარშან 4-4-ში დუბლი შეასრულა იუვენტუსთან, 2 პენალტი ხო, ჩალხანოღლუ არ ყავდა და მაგიტო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ძალიან ტოპია კენან ილდიზი და თურქეთის ნაკრები ძალიან საშიშია და ხო, იმის თქმა მინდოდა რომ ყველაზე ამაყი მამა იყო იქ სტადიონზე ტურამი, ლილიან ტურამი მე კიდევ ერთხელ არ მესმის რატო თამაშობს მარკუს ტურამი ინტერში როცა მისი მამა იუვენტუსის ლეგენდა და ეს პატარა საერთოდ აქ წამოიყვანა ერთ დღესაც თუ გაერთიანდებიან ეგ ძმები და ორივეს იუვენტუსში ვნახავ ძალიან საჯის კამერა იყო კიდე ძალიან კარგი კი რაღაცები ჩდებოდა კი ეგ კაი რაღაც დაამატეს და მე პირიქით არ მესმის რატოა კეფრენ ტურამი იუვენტუსში და არა ინტერში ეგ ძალიან მარტივი პასუხი აქვს მაგას ახლა ერთი შვილი ინტერში წაიყვან ეს ლეგენდა ზანეტის შვილი რო იუვენტუსში თამაშობდეს ისეთ თემა რა ორივე იუვენტუსში არ ითამაშებს ხო და ეგ არის ანუ გაპარულია რაღაც აშკარად ხო ხვდები რა და მაგითო ვფიქრობ მარკუს ტურამი ერთ დღესაც შავ-თეთრ ფორმას ჩაიცვენს მე ძალიან მივესალმები იმიტომ რომ მაგრად მომწონს ეგ ფეხბურთი კარგი სანამ გადაცემის მეორე ნაწილზე გადავალ მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, Facebook ჯგუფში დაგვემატოთ და თუ რაღაცა განსაკუთრებული შეკითხვა გაქვთ თან გვერდის განვითარებაში და ჩენელის განვითარებაში გინდათ წველი შეიტანოთ, დონაციის ლინკი არის აღწერაში. და სახელოსნოსაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა. აუცილებლად. კი ბატონო, კიდევ იყო ბიჭებო საინტერესო თამაშები, მაგალითად ბარსელონამ იფრინა. მაგალითად 40 წლის ლუკა მოდრიჩმა პირადად მოაგებინა მილანს. მაგალითად ჰქონდა გიორგი მიქაუტაძის დებიუტი. სამწუხაროდ გოლის გარეშე მარცხით ატლეტიკო მადრიდთან, თუმცა დარწმუნებული ვარ მიქაუტაძეს ექნება დროთან ამ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს დებიუტი. მოდი ბარსელონათი გავაგრძელოთ. ბარსელონა რომელმაც ითამაშა ლამინ იამალის გარეშე და ამის მიუხედავად დაბომბა 6000 სტადიონზე. პატარა სტადიონზე. მადლობა ღმერთს გიორგი მამარდაშვილი იქიდან წავიდა, იმიტომ რომ გადაუარეს. მადლობა ღმერთს რო. ნუ სხვა მიზეზის გამო ამ შემთხვევაში. რეზი დაბრუნდა რა ის ბარსელონა, რომელსაც პირველ სამ ტურში ყველა ელოდებოდა, რაღაც შემტევი, ეფექტური, ყველაფერი კარგად მუშაობდა. საუკეთესო თამაში იყო ამ სეზონში ბარსას. პირველიდან ბოლო წუთამდე როტაციაც იყო, და ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდათ, იამალი, დე იონგი არ იყო, ბალდე არ იყო, მაგრამ ფერმინ ლოპესმა ითამაშა ძალიან მაგრა და ფერმინ ლოპესი უტოპესი ფეხბურთელია, უბრალოდ მაგ ტიპს ერთი პრობლემა აქვს, თავში თუ დაიჯერებს, რომ ყველა თამაში შეუძლია ასე ითამაშოს და შეუძლია ასე ითამაშოს. სკილები ამისთვის საკმარისი აქვს. ჩემი აზრით, დანიელმა საერთოდ არაფერ ჩამოუვარდება. ფერან ტორესი გააკრიტიკეს, რადგან გოლი ვერ გაიტანა და რაღაც მომენტები გააფუჭა, მაგრამ პრესინგი, უბურთო თამაში, კომბინირება ფერმინ ლოპესთან უმაღლეს დონეზე იყო, ლევანდოვსკიმ შეაგდო. რაფინია შემოვიდა, კიდევ ორი შეაგდო, მოკლედ ყველამ რაც უნდა ის გააკეთა იმ თამაშში და რა ვალენსიას ფეხბურთელები ძალიან წუწუნებდნენ, რომ სადა ეს როგორ თამაშობენ ჩვენი ფანები ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ სულ რომ მესტარიაზე ეთამაშათ ასეთ ბარსელონასთან არ ამგონი რამე მოეხერხებინათ. რეალმაც მოიგოს. ხო, მაგას გამიდოდა ზუსტად. ხაუსენი გააგდეს, მაგრამ არ იყო გასაგდები ჩემი აზრით. ჩემი აზრით ძალიან ახლოს ედგა მიწა. ხო, არ იყო. ბოლო იმედი შენიმას არ დაღიარა ვარმა. შეცდომა დაღიარა ვარმა.
უბრალოდ ვარის ქმედება აღიარეს შეცდომად. და ის დასაჯეს ვარზემჯდომი ადამიანი, ხო? ნუ ანუ ისე დიდი ანალიზი არ გვექნება ის, მაგრამ ბაპე დარბის გიჟივით პრესინგზე. მართლა რა. ანუ არ ჩერდება დაცვა ის რამდენი მომენტი იყო, როცა ძალიან დიდი აჩქარება გააკეთა თავის ნახევარზე დასახმარებლად. არ ვიცი, ან ჩაბი ალონსოს აქვს რაღაც საოცარი სამოტივაციო სპიჩები, ან ბაპეა უტიტულო სეზონის მერე ძალიან მოხოდილი თან თუმცა როცა მისმა ყოფილმა უნდა ყველაფერი მოიგო. მოკლედ ბაპე ნუ ასე თუ გააგრძელა და თან ტიტულებმა შეუწყო ხელი ეხლა დემბელე მოიგებს ოქროს და მე მომავალ წელს ბაპე იმიტომ რომ 2016 წელს იყო გამოკითხვა ფრანგო ლეკიპმა ჩაატარა მე მგონი ფრამა rising star-ებიდან ფრანგებიდან ვინ მოიგებსო და 4% აძლევდა მბაპეს და 96% აძლევდა დემბელეს და გამართლდება რა დემბელე უფრო ადრე აიღებს. ეხლა გათიშავს იქა კამერას და მილანზე ვიტყვი ერთს რომ აი ისეთი არ თქვა რომ იქა კამერა გათიშავს და მე წავიდე. ბოლონია მანამდე შეხვდა კომოს და აი კომო ხო რაღაც ისეთი გონდია რომ რომანტიკული რაღაცა აი თავისი რომ მირბოდნენ ამ შეტევაში და ბოლონია რომ ჩადგა დაცვაში პრესინგიც არ უთამაშია ბოლონიას და აი რაღაც ხანჯლებს რომ წამოეგო თვითონ და აი გავიდა მე მართლა და აი ჭაობში რომ ჩაიძირა რასაც ორი დარტყმა ჰქონდათ თამაშიდან საჯარიმოდან მეტი ვერ მოახერხეს და თან აი რაღაც აშკარად რო იხუთებოდა გუნდი და თან იქით რომ კიდე ეს 40 წლის დემონია რომელიც რაღაცებს იმ ხანჯლებს ართვებდა ბოლონიას და იქით ურჭობდა კიდე გოლიც გაუტანა მოკლედ მე ვთქვი რომ ანუ სეზონის სტარტზე ვთქვი რომ აი ეს კრემონეზესთან თუ კრემონეზესთან ხო აი შემთხვევითობა იყო იქ უნდა მოეგო მილანი ანუ კონტენდერი იქნება ჩემპიონობის იმიტომ რომ ევროტურნირები არა აქვს და რო შეხედო ანუ კი ალეგრი კი ეს რაღაც საშინელი დაცვითი ფეხბურთი მაგრამ ძალიან დიდი სიმძლავრე აქვს შეტევაში იმიტომ რომ კუნკუ თუ მიიღებს იმ საჭირო თავისუფლებას არის რა ვიცი ერთი პერიოდი მართლა ლაიფციგის ბოლო სეზონი იყო ოქროს ბურთის კანდიდატის სეზონი და მოდრიჩი ერთკვირიან ციკლებს კაჩავს და ნუ მოდრიჩი თუ კაჩავს მოდრიჩი ისე მოდრიჩია და პლუს სამუელ ერიჩი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და კარგი ტრანსფერები გააკეთა მოკლედ აი უბრალოდ მან დრეზი ლუკა მოდრიჩი ხომ თავარი რაღაც არქიტექტორია ამ მილანის ლუკა მოდრიჩი ანუ ესე დაიწერა იტალიურ პრესაში ყოველ შემთხვევაში რომ მოდრიჩი შეხვდა ალეგრის და უთხრა რომ აი რიჩის პოზიციაზე მე მჭირდება თამაშიო რა deep lying midfielder-ი ეგრეთ წოდებული ამ დაცვის წინ ზუსტად მან დიდგა გუშინ და ზუსტად მაგიტო იყო სამუელ ერიჩი სადაც არიგოთა სკამს თუმცა ნუ ეხა როდესაც ვსაუბრობთ მოდრიჩზე და თან ესეთი კრიზისის შემდეგ მილანი რეალურად გადასარჩენია და დასაბრუნებელია ევროტურნირებზე ბუნებრივია ალეგრი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს რაც გუნდს უფრო წაადგება და გუნდს რა თქმა უნდა წაადგება ის რომ მოდრიჩი იყოს მოედანზე რა რაც შეეხება მილანის შემადგენლობას ნუ ეს იყო ჩვეულებრივი კვადარკინა რაბიო ფოფანა ლოფთუს ჩეკი რომელიც ფორვარდის უკან თამაშობდა და ხიმენესი კი იდგა ფორვარდად მაგრამ სავარაუდოდ როგორც წერენ როდესაც რაფალეაუ დაბრუნდება ხიმენესის ადგილს დაიკავებს რაფალეაუ და სწორედ ის იქნება ფორვარდი და თან თქვა ლეომ რომ მე მზად ვარ რომ ვითამაშო ცხრიანზე რაც თავარია მით უმეტეს თუ ამას ახლა დაცვაში ჩამოსვლას და პრესინგის არ თამაშს არ დაავალდებულებენ მით უმეტეს უკეთ იგზნობს რაფალეაუ თავს ხო მილანის თავარი პლუსი არის ეგ რა რომ ერთი კვირა ექნება სრულად მოსამზადებლად და ნაპოლიმ გამოიყენა შარშანი აბა რა ჩემპიონი კი იმედია წელს მილანი ვერ გამოიყენებს მაგას ძალიან დიდი იმედი მაქვს მეც თავისუფლად ნაპოლის ჰქონდა ძალიან კარგი თამაში ეხა ფლორენციაში ჩახვიდე და თან თუ ნახეთ ეგ თამაში ფლორენციაში იმაზე არტემიო ფრანკის რემონტია ხო ჰაილაიტები ნახე თამაში მიდიოდა იქიდან რაღაც ჩაკუჩების ხმა ის ანუ ნახევრად იყო სავსე სტადიონი მაინც არ იყო ცუდი ატმოსფერო მე თუ მკითხავ საერთოდ მე ძალიან მიყვარს ფიორენტინა ზოგადად და ფლორენცია ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქი ისეთი მაგარი ქალაქი შესაბამისად ფიორენტინა ბუნებრივია იბრძოდა მაგრამ ძალიან მარტივად მოუგო ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყვიტა ყველაფერი ნუ ეს კევინ დე ბრუინე და მაკტომინეი და ისევ მანჩესტერიდან წამოსული და გამოგდებული ჰოილუნდი ისეთი კარგი იყო არა eno ერთ თამაშს არ გადაწყვიტა არ მგონია რომ ჰოილუნდმა აი ონანათი კი გადამიწყვიტა ერთ თამაში და ტოპიაო იძახდი და ო არა ტოპი მე ვიძახი წინა სეზონით ანუ პრე-მანჩესტერული სეზონით ვიძახი თავი ხო ნუ ნახოთ ყოველ შემთხვევაში ჰოილუნდი კარგი იყო ჰოილუნდის აი ძალიან მაგარი სეზონი რა გახსოვთ არაფერი ჰოილუნდი არის სეზონი იყო ატალანტაში 70 მილიონი გადაიხადეს ნახევარ სეზონში ნახევარი იყო რო ნახევარი იყო კი ატალანტამ სერიოზულად მოატყუა მან იუნაიტედი და ყველაზე ცუდ ატალანტაში რაც გასპერინის ხელში გვახსოვს ეს იყო ყველაზე საშინელი ატალანტა სხვათა შორის გასპერინის რომან პირველი თამაში წააგო სახლში ტორინოსთან და ვუყურე მაგ თამაშს ადრინდელი თამაში იყო და
საერთოდ არ არის ეგ გასპერინის გუნდი. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. კი ცდილთან იბალა 90 წუთის სათამაშო მზად არ არისო და half time-ზე შეცვალეს საერთოდ. და ნუ წააგო რომამ. არ ვიცი, დრო დასჭირდება გასპერინის, რომ ეს რომა მოარგოს მის სათამაშო ფილოსოფიას რა. თან შეიძლება დიდი დროს დასჭირდეს და არ ვიცი, მე მეეჭვება რომ გასპენი ხარ რაღაცა ცუდი თამაშების მერე გააგდონ, იმიტომ რომ ეგ ისეთი მწვნელია რომ დრო სჭირდება. მაგრამ აქ გამოჩნდა თან წინა თამაშები ძიმეთ მოიგო. პიზას 1-0, ბოლონიას 1-0, ხო, ნურთული ის. გასპენი ეგეთი მწვნელია რომ დრო უნდა მისცე. დროში არ გულისხმობთ 6 თვეს. აბარა. შეიძლება 3 წელიც დაჭირდეს, მაგრამ ზუსტად იცი რომ 3 წლის მერე დადებს შედეგს და მგონია რომ რომასაც დიდად არსად არ ეჩქარება და ძალიან ფრიტკინები ისეთ ცოტა მოუთმენელი ბოსები არიან. რა უნდა იყოს რომას მიზანი? ლიგაზე მოხვედრა. ნუ ბოლო სერია მოიგეს 2001 წელს ახლა. სანამ 24 წელი, სანამ 24 წელი ელოდნენ სკუდეტოს, კიდე 1-3 წელი კასპერინისთან ერთად დაელოდო, მე მგონი ჯობია. სერიას უბრალოდ სერია იმით განსხვავდება სხვა დანარჩენი ტოპ 4 ლიგისგან, რომ აქ რაღაც ჩემპიონები ძალიან ხშირად იცვლებიან, რომ მოულოდნელი ვიღაც გახდეს ჩემპიონი, ხო? ახლა უფრო ადვილად ესპანეთში ხო ვერ იყო რაღაც ბილბაო გახდება ჩემპიონი, ხო? ვერ გახდება ახლა, იმიტომ რომ რესურსები ძალიან ჩამორჩება ემოთ. და ან გერმანიაში თქვა იყო არის კი შანსები რომ ბაიერნი ვერ გახდეს, ხო? სხვა მოიგოს, მაგრამ ნუ მაინც. ხო, იტალიაში არ არის, იმიტომ რომ ეხლა მოხდა და ერთი კიდე 10 წელი. ხო, იტალიაში უფრო ადვილად მიღწევადი ჩანს ჩემპიონობა. და პრინციპში რა ატალანტას ხო ქონდა საჩემპიონო ამბიციები ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში. იქ ინტერთან რო წააგო სახლში იქ დასამარდა მათი იმედები, თორე ხო ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ატალანტა იბრძოდა საბოლოო ჯამში და ნუ ხა ატალანტასთვის გასპენიმ საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ ისტორია დაწერა რა ლიგაზე ევროპა ლიგა თამაშობს, ევროპა ლიგა მოიგო და ნუ ეს გუნდი სტაბილურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და ეგ ნებისმიერ შემთხვევაში მიღწევა. სულ ერთ სიტყვით ბუნდესლიგაზეც მინდა რომ თქვა ბაიერმა დაიდო ჰამბურგი და მარტო 5-0 მოუგო. 8-0 აქვს წინა თამაშები ყველა მოგებული მე მგონი და ხო ეხლა რაღაც მე მგონი 9-0 და 6-0 ხო რაღაც არანორმალური ანგარიშები თუ გებდნენ ხოლმე სულ და რა სერჩის ისე ნუ ორი თავარი და ორი თავარი მტერია ჰამბურგი და ბაიერნი ახლა ეს ჰამბურგის ფანები მახსოვს რომ ვერ იტანდნენ ბაიერნს საერთოდ წარმოუდგენელი ზიზღი ჰქონდათ მათი და ნუ სამხრეთ და ჩრდილოეთის დაპირისპირება თან პრობლემა რაში იყო ჰამბურგი იყო დიდი ხანის განმავლობაში დინოზავრს უძახდნენ არ ვარდებოდა ბაიერნი გავარდნელი იყო ბუნდესლიგიდან და ჰამბურგი რჩებოდა მე ჰამბურგიც გავარდა და ეს ის დაკარგა ყიბლი ეხლა რა გქონდა მან რა ქვია გო ვაიმე დედა ვაიმე გოჩოლეიშვილი გოგლიჩიძე ავიკვია თოლსო ეგ კარგად გათვალა რო წინა თამაში წითელი ხო ანუ არ მოწება ბუდუც გაგვიგდეს ხო და მეშვიდე ქართველი გახდა ბუდუ ბუნდესლიგაში რომელიც გააძევეს აქამდე იყვნენ კახაცხადაძე თუ სწორად მახსოვს კობიაშვილი ლევანს კიტიშვილი სამი წითელი აქვს კობიაშვილს იაშვილი არ ვიცი სიმართლე გითხრა სამი წითელი აქვს ხანი თამაშს თაღოს როგორ არ გააგდებენ ხო მაგრამ ხე იაშკა ისეთი ფეხბურთელი იყო შეიძლება არც აგაგდებული კახაცხადაძე არის გაგდებული ბუდუს პირველი წითელი იყო კარიერაში ხო საჭ ვერ მოვედა ბეთამ შემთხვევაში ხო ის მან იცი რას ვფიქრობ რეზი მინდურის მსაჯს რო ყვითელი მიეცავ თქვათ ვარი ჩემიაზე არ გააგდებინებთ ბუდუს. მაგრამ ნუ ხო, ცუდია, თან ჰაიდენჰაიმი სავარაუდოდ ამ სეზონშიც დასარჩენად იბრძოლებს და ბუდუ და საერთოდ ამ გუნდს ჭირდება მაქსიმალურად ფეხბურთელების თან იქ წველიც დაემტრა, აქეთ მე 10 კაცი დარჩა და წარმატებებს ვუსურვებთ ნებისმიერ შემთხვევაში. სინსა იყო მგონი მაგათი თავი ფეხბურთელი და ბოლო დღეს გაყიდეს ტრანსფერები. განწერულად გამოიყურებიან დიდი. ხო, ტრანსფერები წელს არ იყო ისეთი კარგი მე რომ მინდოდა. კარგი. მოდი გადავიდეთ დასკვნით ეტაპზე პრინციპში. ამაზე დიდად არ მინდა საუბარი ახლა. ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება, ჩემპიონთა ლიგა მშვიდობისა. იწყება ლიგის ფაზა, ზედიზედ მეორედ უკვე შეცვლილი ფორმატით და ეს არის პირველი ტური, როდესაც პირველი ტური გადანაწილებულია 3 დღეზე, ანუ სამშაბათს იწყება, 4 შაბათს, 5 შაბათს. არის რამდენიმე კარგი თამაში, აი რო ჩაუჯდება. ცოტა არ მომწონს. 3 დღეზე როა განაწილებული თუ რა? აი 5 შაბათსაც რო არის ლიგა მეტი აღარ იქნება. ამ ერთხელ გვაპატია ბატონო. მე სულ 2 დღე იქნება. ხო, მაგრამ რაღაცა აი 5 შაბათს რო ლიგას უნდა უყურო, ეგ ცოტა მეხამურა. ისე ერთ თამაშს ირჩევთ ხოლმე თუ ცოცხალს უყურებთ ხოლმე ასეთ ეტაპს? გააჩნია ერთ დღეს ცოცხალს ერთ თუ რაღაც ძალიან ტოპ თამაში იმას თუ არა და ცოცხალს და მეორე დღეს ინტერის თამაში უყურებ ხოლმე. მე ეგრე ხო, ფანობის პონჩი ლეპტოპში ჩართული მაქვს ძირითად შემთხვევაში იუვენტუსის თამაში და ტელევიზორში უყურებ ცოცხალს. არა,
მე ასაკში ვარ, კაცო, ეგრე ორ მხარეს იმის გადანაწილება აღარ შემიძლია. თან მე რო გადაცემისთვის თუ ემზადები, გადავახვევ ხოლმე ტოპ თამაშებს, რომ წარმოდგენა მქონდეს. რომელი თამაში, მოდი თითო თამაში გამოვყოთ თითოეულმა ჩვენგანმა და წავიდეთ პრინციპში დასასრულისკენ. გარდა ბუნებრივი ხა აიაქსი, ინტერს რო ელოდები და მე რო იუეს თამაშს ელოდები, ეგ ლოგიკური ამბავია. მოხდა ლიგაზე, რა უცნაური. ვა, არ მოხსოვდა. თქვენ რო ლიგის ფინალში იყავით, ჩარჩან ხო დაგლიჯეთ. და მოდი გადავიდეთ. ლიგის ფინალში მაინც ვიყავით. ვიღაცებისგან განსხვავებით. აქეთაც გამომხედები. მოდი, მე დავიწყებ მაშინ. მე ყველაზე მეტად ველოდები. Galatasaray, Eintracht Frankfurt. Galatasaray ისეთი გუნდი ყავს, საერთოდ არ არის. მე მართლა იდიოტური ტრანსფერია ჩემთვის ამ სეზონის ოსმენის ხი. რატო? ანუ 70 მილიონი რაში გადაიხადეს. ანუ მესმის რომ ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ აი რა შედეგი უნდა დადოს Galatasaray-მ რომ ეს ტრანსფერი ამოიყიდოს. თურქეთის ჩემპიონატი ისე მოიგებდა და ნუ რა ასურებს გაყიდიან და ფანებს გაახარებენ. იმასაც გაყიდიან ოფიციალურ იმას. რომ გამოუშვებენ. აკვიანს. ნიღაბი ხო. ნუ იმდენად არ არენტაბელია. ლივერპული ატლეტიკო მადრიდია ძალიან მაგარ თამაში. ენფილდზე. გალაგერი გაიტანს გოლს. ოკეი. კევინ დე ბრუინი ბრუნდება მანჩესტერში. აი ძალიან კაი თამაში იქნება. ლეგენდას შეხვდებიან. ნიუკასლში იქნება. აი ძალიან კატასტროფა იქნება. გონია რომ ან კონტე ჩემპიონთა ლიგაზე არის ყველაზე საშინელი მწვრთნელი, რომელმაც შეიძლება გუნდი გაიყვანოს. სავარაუდოდ სიტისთან ითამაშებს ესე ტაქტიკა შეიმუშავებს 7-2-1. გახსოვს წინა სეზონის და ის ერთიმერო დებრუი. საწყის ტურებში ბევრი ჩემპიონატს პროექტ სიტის ახლა არსენალთან თამაში შეიძლება ისე სუსტად ეგ იყო წინა წელს ინტერო ჩავიდა პირველ ტურში და ინეგობრულად შემადგენლობა გამოიყენა 0-0 დაამთავრეს რაღაც. აბარა ბაიერნი ჩელსი იქნება ძალიან საინტერესო თამაში. ეს ჩელსი არის ანუ აღმადაღმა გუნდი არა, იქ ვიღაცას მოუგებს, მერე ბრენდფორდთან წააგებს და ლამის აუტიდან გაუტანეს გოლი. ბაიერნი კიდე ისეთ ფორმაში კარგი გეგმებს ამზადებს. აი მაგიტომ აინტერესებს ზუსტად, იმიტომ რომ ბაიერნი ტოპ ფორმაშია, ოლისე, კეინი, გნაბრიც კი მაგარ ფორმაშია. ეგ ძალიან კარგი თამაში იქნება და ნიუკასლი ბარსელონა იქნება ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ნიუკასლი სახლში აპრესინგებს რაღაც არანორმალურად. ძალიან მევასება თითო პრესინგი მოქმედება წარმატებულს, რომ ფანებთან ერთად აღნიშნავენ და გოლივით აქვთ ეგ ისა. და აი ბარსას ბილდაპი, თან ფრენკი დე იონგი თუ იქნება თუ არ იქნება ძალიან გაუჭირდება ბარსას, თუ იქნება ბევრად უფრო გამარტივდება ამოსვლა. მაგრამ ნუ აი ეგ დუელი წესით საინტერესო უნდა იყოს. ბარსას ვიყავს ცენტრალური მცველი ასე 2 მეტრის სიმაღლის. არა უხო. ვოლტემადეს რო დაუდგეს? ხო, ვინ დაუდგებ? იმიტომ რომ ანუ შარშან დუმფრისზე ჩაწოდებები გაგიჭირდა. ვოლტემადე მეგრევე თავით შეეგდო, თან ვოლტემადეს აკრიტიკებდნენ, რომ თავის გოლები ვერ გაქონდა. ხო, მაგრამ მიუხედავად სიმაღლისა, მაგრამ ახლა ეგრევე პირველივე ტურში შეეგდო. კი ბატონო. კარგი. მოდი დეტალებში მეტი არ შევიდეთ, იმიტომ რომ დროც არ გვაქვს პრინციპში და თან ვაპირებთ რომ პარასკევს დავდოთ, შემდეგი პარასკევს ჩავწეროთ და შაბათს დავდოთ სავარაუდოდ. თან მე არ ვიქნები, მეგობრებო. ჩემ მეუღლის დაბადების დღეა 19-ში. გილოცო. მიულოცე, კიდე უფრო აქტიურად. დაბადების დღეზე მიულოცო, რაღაცა მოვიფიქრე და მე არ ვიქნები, ამიტომ სავარაუდოდ გვეყოლება სტუმარი, მაგაზე ვიფიქრებთ კვირის განმავლობაში დრო გვაქვს. და შაბათსვე პრინციპში ტოპ თამაშების განხილვას როგორც მინიმუმ დავდებთ. რაღაცის თქმა გინდოდა, რაღაც აზრი გქონდა. მაგას ვამოწვა. ვინ გაიტანს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გოლს თქვენი აზრით? კარგი ისე. ნუ ორი ადრინდელი თამაშია და აქედან უნდა შეარჩიო ყველა ვარიანტი. მე გეტყვი. ერთ დროს არ იწყება და. ჯორჯ მიქაუტაც. არ არის PSV როიალი ატლეტიკოს მით იწყება. 0-0 მორჩება ესენი? ოკეი. მე ვიტყვი რომ პირველ გოლს გაიტანს ნიკო ვილიამსი არსენალის კარში. რა მოაქვს ნიკო ვილიამსი? გაუჭირდება. მაშინ ინაკი. გაუჭირდება. კარგი, სანამ იმუნობაში გადავედით, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ აქამდე გვიყურეთ. FIFA 25-ში გამოდის ხოლმე შორის და ვითამაშება უსრელად 26 სექტემბერს გამოდის FC 26. კი ბატონო. თუ 4 ოქტომბერს. არა. მე მგონი 26-ში. მე აღარ თამაშობ მაგ თამაშს, გამოდის მე მგონი 26-ში. ვისაც Ultimate-ი გაქვთ ნათამაშები, მიმიხვდებით ნერვულ სისტემას ანგრევს კატასტროფულად. მოკლედ, მადლობა. ამდენი ხანი რო გვიყურეთ, რო ვთქვათ, რომ დაგვემატონ ჯგუფში. Fantasy-ს ლინკიც Premier League-ის Fantasy-ს გულისხმობ. Premier League-ის Fantasy-ს გულისხმობ. სხვათა შორის ჩემპიონთა ლიგის ავაწყო.
მოდი გავაკეთებ მანდაც ჯგუფს და დაგვემატეთ. კი ბატონო. როგორ? მოკლედ პრემიერ ლიგის ფენტეზიშიც დაგვემატეთ, ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიშიც დაგვემატეთ. Facebook ჯგუფში შემოგვიერთით, მანდ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. ეს ვიდეო დაალაიქეთ, ჩვენი YouTube არხი გამოიწერეთ და ხო, დონაციების სახით თუ დაგვეხმარებით, ჩვენს ჩანელს დაეხმარებით იმისთვის, რომ განვითარდეს და თან საინტერესო კითხვებსაც დაგვაწევთ, ეს შეიძლება იყოს მაგალითად პირადად რეზისთან, ან ირაკლისთან, ან ჩემთან, ან ზოგადად რაღაცა გვიყვარს ხოლმე, ზოგადად რაღაც შეკითხვების დასმა, ხო? სიამოვნებით მოვისმენთ, გავაჟღერებთ, თან მადლობასაც გეტყვით და მოკლედ გავაგრძელოთ ფეხბურთზე საუბარი, გვიყვარდეს ეს შესანიშნავი სპორტი და შევხვდებით ძალიან მალე. ჩემ გარეშე, თუმცა შეაძლოა სტუმართან ერთად. დროებით. დროებით.